კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება. პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციის ფორმას უწუნებენ და ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა გაეკეთებინა. კერძოდ ფორმა, რომლითაც თავმჯდომარის პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა ნანუკა ჟორჟოლიანს მხარდაჭერა გამოუცხადა, გუნდის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მასთან აქვთ კითხვები. მაგალითად, ვინ არიან და რა კომპეტენცია აქვთ ადამიანებს, რომელთა მოყვანასაც გუნდში გეგმავს. რაც შეეხება მოქმედ თავმჯდომარეს თინა პოკუჩავა კიდე ერთხელ ამბობს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვინ დაიკავებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს, ეს ივლისში დაანონსებულ პარტიის ყრილობაზე გაირკვევა. ნანუკას ვენდობით ის გამოცდილი ადამიანია, კი ის აქტიურ პოლიტიკაში არ არის და პოლიტიკოსი როგორც ასეთი არ ყოფილა, მაგრამ ის ძალიან კარგი აქტივისტია, ძალიან კარგი მოქალაქეა, პატრიოტია, მებრძოლი ადამიანია, ამას ვერავინ ვერ დაუკარგავს და მას თუ უნდა რომ შემოვიდეს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მას ვენდობით, მაგრამ ნანუკა საუბრობდა, რომ აი პარტია უნდა გადაიბაროს ვიღაცა ახალგაზრდებმა, ვისაც არ ვიცნობთ ეხლა და მართლა არ არის ეს პარტია რაღაცა ნივთი, რომ ვიღაცამ გადაიბაროს, გინდა ახალგაზრდა იყოს და გინდა უფროსი თაობის. ჩვენ ცუდი და გაყიდული და გატეხილი თუ გაქცეული უფროსი თაობისაც გვინახია, ახალგაზრდაც გვინახია და საშუალო თაობის კაცის და ქალის და დედრობითის და მამრობის სქესას. შესაბამისად ის ახალგაზრდობა კარგია ბიოლოგიურად, თორე პოლიტიკურ ბრძოლაში, მით უმეტეს ასეთ ბრძოლაში უფრო გამოცდილი ადამიანები გვჭირდება, ვისაც ვიცნობთ. მე ვეთანხმები აბსოლუტურად პრეზიდენტ სააკაშვილის იმაში, რომ პარტიაში ჭირდება რადიკალური ცვლილებები, ვეთანხმები იმაში, რომ 2 წელი პარტიაში იყოს სტაგნაცია, ვეთანხმები იმას, რომ ამ სტაგნაციას ყავს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები და ვეთანხმები იმას, რომ ვადა, როდესაც ამოეწურა ყველას და არსებულ მენეჯმენტს და მეც მგონია, რომ არსებულ მენეჯმენტს ამოწურა თავისი თავი, მაშინ პარტიაში უნდა მოხდეს არჩევნები და არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს და ვისაც მისცემს ამორჩეველი მანდატს, შემდეგ უნდა გააგრძელოს პარტიის მართვა. ამიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ გვჭირდება, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს სახალხო. პრეზიდენტი რომ ამბობს სააკაშვილი, მე აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში სახალხო უნდა გახდეს ჯერ საკუთარი პარტიის წევრებისთვის და ამორჩევლებისთვის. გადაწყვეტილებები უნდა იყოს ღია, გამჭვირვალობა უნდა იყოს პარტიაში. ამაზე ძალიან ბევრი კომენტარი მაქვს გაკეთებული და შეგიძლიათ რომ ის კომენტარები იხილოთ. დღეს მე აქ ვარ ელენესთვის. ეს არის უპატივცემულობა თვითონ პარტიის მხრიდან, ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც რა თქმა უნდა ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს თუ ჩაფიქრებული იყო, რა თქმა უნდა იქ რაღაცა პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა აქაც კარგად ჩანს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს არა მხოლოდ საზოგადოების მიმართ, არამედ უშუალოდ თავიანთი ლიდერების მიმართ.